საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რუსების აქ შემოსვლის, იმიტომ რომ მე ნაწილობრივ ვარ დევნილი, ჩემი ოჯახი არის წამოსული ცხინვალიდან, ძულებით არიან გადასახლებულები და ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, ესეც რომ არ იყოს, მაინც ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, ცალსახად რომ მტერია ადამიანი, მისი ხილვა შენ აქ გიხაროდეს. მე პირადად სადაც რუსს ხედავ, არსად კეთილგანწყობას არ ვავლენ მათ მიმართ პირიქით. მე საქმე არ მაქვს რუსებით ჩემს სამეზობლოში. მე მგონია რომ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აკლია არათუ სრულყოფილებისკენ, არამედ იმისკენ რომ უბრალოდ თუნდაც ჩემს გავს ახალგაზრდა ადამიანს აქ ყოფნა და გაჩერება უნდადეს, როცა სადღაც აქვს წასასვლელი. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვჩერდები, ალბათ ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, ეს ქალბატონია ერთი, იმიტომ რომ ვერ მიმყავს. და მეორე ის რომ როგორი ისე ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მართლა მიყვარს ეს ქვეყანა და მირჩევნია რომ იქ ვიყო და იქ დავბერდე, სადაც ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი. ტურიზმის ბიზნესი უფრო მოიგებს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით, ვიდრე წააგებს, იმიტომ რომ ადამიანები საბოლოო ჯამში მაინც იმოგზაურებენ და რეალურად გაჩნდება ახალი პროდუქტი. საკმაოდ ძვირადღირებული და ბიზნესისთვის საკმაოდ საინტერესო პროდუქტი, რაც არის ეს სავიზო მომსახურება. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც კიდევ შევიდა. რა თქმა უნდა, გვინდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი მოგზაურობდე ამ ტერიტორიებზე, შენგენის ქვეყნებში და ეს იცოდე რას ნიშნავს შენთვის რეპუტაციულადაც და მილიონი ღირებულება აქვს და როგორ შეიძლება რომ რაღაც შენი ვიწრო ხედვით რომ რაღაცამ შეიძლება დამატებით შემოსავალი გაგიჩინოს, გინდოდეს რომ აღარ იყოს ეს. სულ პირველად როცა ვიზაზე შევედი, შენგენის ვიზის აღება მინდოდა ისე მოხდა რომ ჯგუფური ტური გავრისკე და დავაორგანიზე, მაშინ ჯგუფური ტურები იყო ძალიან დიდი რისკის შემცველი, იმიტომ რომ შეიძლება გაგიყიდა და ვერ მიეღოთ ამ ადამიანებს ის ვიზა, ან იმაზე მეტი ხარჯი დაჯდომოდათ, ვიდრე თავდაპირველად უთანხმდები, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება 3 ჯერ მოუწიოს შესვლა 4 ჯერ. პრობლემა იყო იმაში, რომ გავყიდე და პრაქტიკულად უმეტესმა ნაწილმა ჯგუფის წევრებიდან აიღო ვიზა შენგენის და მე ვერავიღე, რომელსაც მე უნდა ჩამეტარებინა იქ ტური. ახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ ადამიანები რომ გავიდნენ საზღვარგარეთ და იხილეს უკეთესი ცხოვრება, შემდეგ ამან გააჩინა გარკვეული პრეტენზიები. რას ნახულობენ ადამიანები საზღვარგარეთს ისეც, რაც შეიძლება შემდეგ პროტესტში და ამ წინააღმდეგობაში გადაიზარდოს. ჩემი ხედვით პირველი, რასაც წინა წლებში ვამჩნევდი ხოლმე, განსაკუთრებით იყო, რომ ასაკოვანი ხალხი დამყავდა სულ წლების განმავლობაში და ამათ რაცაც ვატყობდი ხოლმე, რომ აკვირდებოდნენ და ამჩნევდნენ, იყო თავისუფლება. თავისუფლების განცდა, ანუ ადამიანში ყველაფერში შეიძლება გამოვლინდეს ეს და ძალიან განსხვავდებოდით იმ ხალხისგან, ვინც მაგალითად, რა ვიცი, ბუდაპეშტში რო ჩავდიოდით, ადგილობრივებისგან, იმითიც განსხვავდებოდით, კაფეში როგორ ვსვავდით ყავას. როგორ ვერთობოდით, ჯერ ზოგადად გართობა ძალიან გვიჭირს და მგონია რომ ეს რაღაცა კომპლექსები ვერ დავძლიეთ და იქ რო ხედავ რომ ადამიანები შენი ასაკის კი არა, შენზე 3 ჯერ დიდი ასაკის ადამიანები ცხოვრებით ტკბებიან და ეს ტკბობა დავინახეთ, ეს თავისუფლება დავინახეთ, ამას რო დაემშვიდობა ისეთია. ძალიან რთული არის და წარმოუდგენელი იმ ხალხისთვის, ვინც უკვე ეს ვიცით. გარკვეცდის. ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი არის ხოლმე ჩეხი ხალხი და ჩეხეთი. ჩემს დიშვილებს, რომლებიც 9 წლამდე არიან, ყველა სახის გაჯეტი აქვს სახლში. და ჩეხ ბავშვს მობილური როგორც ესეთი არ აქვს ძალიან ისეთ ასაკამდე, რა, ლამის სრულწლოვნებამდე. ადამიანს აფუჭებს და რყნის და გარკვეულწილად ცუდ ინფორმაციას აწვდის ეს გაჯეტები, მით უმეტეს როცა ის არასრულწლოვანია და არ იცის როგორ გაფილტროს, მაგალითად, რა ვიცი, რა არის საყურებელი ბავშვის და რა არ არის საყურებელი. ამიტომ ოჯახურ ღირებულებებზე რო საუბრობენ ხოლმე, მე ჩეხეთში არ მეგულება ოჯახი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას არ გადის საპიკნიკოდ ისეთ ნათესავებთან, რომელ ნათესავებსაც საქართველოში არ ვიცნობთ. აი მე მაგალითად არ ვიცნობ დეიდაჩემის დეიდაშვილებს ნორმალურად და ჩეხებისთვის ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავია და იმდენი თაობა მეგობრობს, პიკნიკებზე დადის, მართლა ნათესაობს და ყოველდღიური, ყოველკვირეული შეხება აქვთ ერთმანეთთან. ისინი მართლა უფრთხილდებიან ამ ღირებულებებს და ჩვენ, რა ვიცი, ყველაფერი დაგვეკარგა ამ სიღარიბეში. ტურიზმში მე ადამიანები ათობით და ლამის 100 ადამიანი შემიძლია ჩამოთვალო, რომლებიც პროტესტის მიმართ არიან დადებითად განწყობილები, მაგრამ ვერ ჩანან, იმიტომ რომ რა ვიცი. და მეც მირჩევენ ხოლმე სხვათა შორის რა ძალა გადგას, რატო იტკიება, უტკიევარ თავს და იყავი შენთვის და ამას მეუბნებიან ჩემი კოლეგები და ანუ ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი არ ხარ და ვერ გამოხატავ იმას, რის გამოხატვაც გინდა და გჭირდება. თუმცა კანონები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება, მათ შორის ტროტუარზე დგომაც უკვე შეთანხმების გარეშე აკრძალულია და შეიძლება არა ციხით ისჯება. და როგორ ხედავთ ამ პროცესების განვითარებას, როგორ იქნება ამ ამბის დასასრული?
ძალიან რთული არის ხა მაგის გამოცნობა, მაგრამ ერთი არის ის, რომ ადამიანები არ ჩერდებით. შეიძლება ისე აქტიურად აღარ როგორც თვეების წინ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ალბათ იქნება გარდამტეხი, რაც საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს დაასრულებს. უბრალოდ ეს ხა სამუდამო არაფერი არ ყოფილა არასდროს და არც ეს არ იქნება და. უბრალოდ დროის ამბავია. ანუ იმედიანად ხართ. მე კი. სხვა გზა არ არის.